განაცალეთ ბიჭებო რა, გამარჯობათ კი რა. აი, სალამი ხალხო, ბიჭო, აი რამდენი დროცა უნდა გავიდეს, აი ეს სიმღერა არ გადადის მოდიდან არა. გინა ახალი წელი უძახე და გინა კიდე მირქ. ეგ არის რა. კარგი იყო. გილოცავთ ხალხო. გილოცავთ, უკვე შესაძლებელია რომ არავის არაფერი აღარ მიულოცოთ, გაიგე? დაიჯდეთ სახლში წყნარა და შავწვენოთ კარტოფილის შინაურუნა და ხავში რა, ან რობიო შავკმაზოთ გემრიათა, ქალებს უთხრათ წყნარათა, ოჯახურათა ვისადინოთ და ახალი ტუფლები შევაწყოთ შკაფში. ეგა. მოკლედ თქვენ გემოზე გაიარეთ ტრუსიკითა სახლში რა, всё, დამთავრდა, ჩავთავრდა, წელსაც გადავჭდე. მართალია. კაცი რო სახლში შენ გემოზე ხარ, სულ სხვანაირია ჩემო ძმა. კი ბატონო, კაცო. ეს თუმარია, ყველაფერი კაია, მაგრამ სიწყრე და სიმყუდროც ხო გინდა ადამიანს, ვეჯო. ამას უყურეთ ერთი ბიჭო, ამას უყურეთ. კარგი ხო, ეგრეა. ალბათ შენც როგორ გენატრება სახლში შენ გემოზე გავლა გამოვლა. აკაც შენ გემოზე ვარ ძმია მე. რა ვასტუმარი მქვია მეგიდო. ვერ გევი მეორე წელია ქანა ვარ. შენ ვარგერიდება, შენ გეია, რა დროსი და პრობლემა კი არ არის. გეიღადე ვიდი იტანდალე. ო, დიდი მადლობა. უფლება რომ ამეც, ეგრეა. მეც ისე შეგეჩვიე შენა, გაიგე ჩემო ჩიტოიშო, რო წახვიდე ალბათა დეპრესიაში ჩავალდე. ეხლა იქი არ ვიცი რა არის, მაგრამ ხო ჩავარდები სადღაც, რავი რა, რაც არის, რაც დაქვია ეგ არის. ხო და მინდა დაგავშვიდო ჩემო ძმია. არსად წასვლას არ ვაპირებ. აგერ ვარ მე, მაღაზი არის დარდო შენ. მივიწყო ახლა დავაყარო რეგიონალურები ხო შეგალასავი. მიდი, ბიჭო, როგორც საკუთარ სახლში იგრე მაიქიც მეთქი, არ არის პრობლემა კაცო. 4 წყვილი ჩუშტი გაქვს, უკვე გაცვეთილი აქა. ლურჯები, უკტავები რა ეგ. კაცი ჯამია ჯუსტები. 4 არა ძამია, 3. ის ერთი თქვენ ბაძაღება დამიხია იმაგაკ. ჯეკა. ბოდიშ. მაგას მე უდაბაბრალე ვახა ძამია ჯეკას ღრაჭებში იყო იჩოსტები. სლივს გავუართვი ნაგელეჯი პირიდან. კაი დევიწყებ რეგიონალურ ამბების მიმოხილვა ძამია. გადასარევი ამბავი. მიდი. ნიუ-იორკ ტაიმსმა. დააკვირდი ვიშე, დააკვირდი. ნიუ-იორკ ტაიმსმა რაც ხა იმან კი არა, რა გვია ხარტაყურდა გაზეთა. ნიუ-იორკ ტაიმსმა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობის თვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა. საგავარდა ჩვენი მასპინძლობის ამბავი, ხედა. აი დედა. შენა განსაკუთრებითა წე მასპინძლობასა, უწევ მასპინძლობასა ქუთაისსა რა. აი შესასვლელში რო იდგა ხარ ხოლმე და სტუმრებს ბუშტებითა და დაშტრუხდები რა. აი ძაან ქუთაისელი. მინდა ახლედო უფიქრებელი ლაპარაკი მაცალე. მე უფრო მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ აქანა წამია. რაცა? მე რო არ ყოფილიყავი. ვინ გაგებიებდა ხალხს გადასარევამბა. ვინა და მე? ანა მარო, ანა კოლა, ანა თედო. რა პრობლემა? აჯერე ვიძენ. სირცხვილი მსოფლიო შენი. ნიუ-იორკ ტაიმსმა უნდა შეგახსენოთ, ვაგი ქუთაისი როგორი ქალაქია. შენს გეხება მაგ ამბავი ძამია. მარტო სოფლის ცხოვრებას და ყიტანის მაცრეს რო გითხულო. ხანდახან ნიუ-იორკ ტაიმსაც გადაკარ თვალი ძამია, რაშალე ინგლისური შენ არ გაჩლება და არაფერი ძმო. ბიჭო, ეგეთი სასურველი ადგილი თუა ეგ ქუთაისი. წადი მემრე, ბიჭო, ვინ გაკავე? წადი, ბიჭო, ნიუ-იორკ ტაიმსმა თუ გაიგო, შენ თავში რო არ შევარდა ეგა. დედა, ბიჭო, ამას გააგებიებ, ამას ვერ გააგებიებ. შენ დეილახე იქიდან რა თქვა იმან, რა ქვია? მოგზაურობ ტურისტებისთვინო, გეიგე? მე რა ვერ გავიგე ახლა იცი. ვასეგინა წოლე. აი შემოიჭა. გამოზამხულდა, ჩურკები გაუხდი ამ შოუმენს. დამზადი შემოიჭა. ცხელა, კაცო, მიხო ეგ ნიუ-იორკ ტაიმსი რო ამდენ ხალხს ეპატიჟება. არ უნდა იკითხოს რომ არის საშუალება, სადასვა მე ამდენ ხალხს, ამ პურმარილი ეყოფა, ან როგორ იქნება ახლა. მე განაღა მივესალმე ამ ხალხს, გამარჯობა ხალხო, გამარჯობა. დაჯი. გადაღლილი დავჭდე, კაცო, კარტოფილი არ დავყარო ტაფაზე?
აი მე ხალხო, არა, აი როგორი სიტყვით შემოვარდა რა. მომბრძანდი შენა დაჯექი მეთქი, დაჯექი. რო გვიკარი წიხლი რეგიონალურ ამბებს ეგრე უნდა. სადადი ხარ, დაჯე. ძალიან გადავღალეთ ხალხო ამ ახალ წლებზე. ძველი ახალი. შუა რავი, ეგრე. აბა ხო და არ მეცალა. არა, გამხდარი რო სირბილში, ეგრეა, არ ეცალა. ბევრი სტუმარი, კაცო, დახვედრა ხო უნდა გამასპინძლება ხო უნდა არა? სადმეცალე იმდენი საქმე არის ოჯახში და რა ვქნა კაცო ეხლა კარტოფილი მართლა არ დავყარო? მაიხედე შენა აქეთა, მაიხედე კარგათა. იგე მოიხედე. სადაც საზიხარი იქიჯექი, საქმე მივხედონ და მერე დააყარე. რა ეხლა მწვადებსა 7 წუთში წვავდა კარტოფილია შეიფერებია, გადააყარე ხალხში ჩაეყარე აყლა თუ როგორ ქვია მაგაცა რაც არის. მანამდე კიდენა ქუთაისი აქა კიდე ერთი ამბავი მაქვს, ჩემო მარო, შეგენაცვალე შენა. აბა? გამოტოვება არ იქნება, ჩიტოვიჩი მაიხედე. ქუთაისიო ერთ ოჩახ კაცსა მაღაზია გაუტეხნია. ეხლა უყურია კრაშია, ხა უყურე გამითა რა თქმა უნდა და იქიდან არა წამაიღო. რაო? გადასამხეკი მომგებილებილეთები რო არის, ეგ მომყარია მარტო. მომისვირე ოჩახი რო იქნები კაცი, ბაბარა. მომხედე ზამიან. ყვილი იქნება მაგნიუს. ყვილი იქნება, გაიგეშინე. რასა, მოგაცო, ტყუის და ტეტრენაკა. არა, რასა. ყვილი ატყო, ვიო გეუნები ზო, ქუთაისში კაც მეგბილეთები მოიპარაკი არა. მეიპარა. შეიგე. აჰა. აქ არის უკვე სიმართლის მარცვალი. მაშინ ეგრე იქნება, ეგრე იქნება. დრაქნაო, ბიჭო, მე მაიგო ნეტა რამე მაინც იმუბედურმა. ვერ მეიგო, მაგრამ მეიგო. როგორ ამარაკო შენა რაღაცა ვერ გავიგე. ესე იგი რო გადაფხიგა თურმე ერთზე ეწერა 4-დან 6-მდე თავისუფლების აღკვეთაიო და მეორეზე პირობიცი და ან ადმინისტრაციული სასჯელი. რასა? დანარჩენებზე რაღა ეწერა ნეტა. დანარჩენებს გადაფხიგა ვეღარ მოასწრო მაგანა. მან და მოგებას ხო მომენტალურად გინაზღაურები, ხო და წააყუდეს ეგრევე პირდაპირ. მიდი მარო შენა ეხა გლიჯე შემდეგი თემა. მიდი. იგე როგორი ამბავი უნდა გითხრათ ეხლა. ჩრდილოეთ კორეაშიო განქორწინებულ წყვილსაო 6 თვით იძულებითი სამუშაოები მიეშჩედაო. თავი დროზეც ამ პროფილიდან შემიყვარდა აქედან. დედა მოუვა! კიდე კაი, ჩვენი გეგე სურხანიშვილი რო არ არის, იქ გაიგე და კახელია თორე. ეგრო კორეელი იყო, სამუდამო ეკნებოდა შიქშუბში მაგასა და გასამოსასწორებელ კოლონიაში შააგდებდნენ მაგას. დაიცა კაცო, ესე იგი რა გამოდის, რომ ცოლი თუ იმიტომ გაშორდა კაცსა, რომ ის უსაქმური იყო და არ ამუშაობდა. გაშორების მერე ერთსაც მუშაობა ეკუთვნის და მეორესაც ეხლა ეგ რანაირად არის? აი. მასე გამოდის შემოდაია. ამიტომ მანამდე იმუშაოს ორივემ ჯობია. ისე გამოსწორებით გზაზეა ჩრდილოეთ კორეა და მაგერის უფროსი, რა ქვია, ეკიპჩება ალათო რაც ქვია მაგას. ეუნები გაშორების გამო რო არ ხრიტავენ, არ გიქვია. შენ ცოტა წესიათ იყავი, მაგათა ყველგან აგენტები ხავ და თუ დაგავლეს ღერი, კიმჩელალა და მემრე ეძახე იმას. რო დაგასაჭურისებს, მემრე იჯექი, გინა აკა, გინა ქუთაისში. ავიდა გვერდზე თვითონაც. გაკვირვებასავა არ პირდაპირ. აი გაკვირვებასა რა. აი ხლა ნახე რა წერია აქა. ფოტო ხაფანგმაო, ამაზონი ჯუნგლებშიო, დააფიქსირაო. ველური ტომი ხალხო გეჩვენა ეხლა 21-ში ვიჯო საუკუნეში რომელსაც თანამედროვე საზოგადოება იტანო ცივილიზაციასთან კონტაქტი არასდროს არ დაუმყარებია ეგ სურათიდან ვერ დარბიან ტატლაყინა ქალები და კაცები ჰა კიდე გაი ფოტოგრაფია არ დაინახე თავი ფოტოგრაფია და მომწავდები ფოტოგრაფია და ეგრე დაიცა კაცო ცივილიზაციასთანო კონტაქტი თუ არ ახონდა ესე იგი რა არის ბიჭო პაატასა ნიკა შოუს არ უყურებდე ხოლმე ეგენი ოიმე რა უბედური ხალხი ყოფილა ბიჭო რა უბედური და საწყლები არ თქვა ჩემოდაი არ როცა ესა რა პაატა და ნიკა შოუს ხალხი თქვენ რა ის შოუს უყურებენ მაგერი
Instagram-ი და Facebook-იც არ ეკნება, მაგის თუ არა. ფრენდებში რა არ გვეყოლებოდ, მაგ რომელები. მე თუ რა დავაშავე. გადაღლილია იმას ბევრი აქვს მოსული. ბიჭო, ფოტო რო გადაუღოს, ვიდეო ვერა ნეტა, აჰა. ნეტა როგორ ლაპარაკობენ, რაინაზე ილაპარაკებენ ეხლა ეგენი. ნუ ყოფილა ვიდეო ზამია. მაგრამ არ გავაზრდა თურმე. რატო? ისე გითხე შეხედი აგენ საჩვენოდ გეურები ახლა ლაპარაკო დაფიქრე და ბოროტი ხმები ამავე ქართულად ლაპარაკობენ. აი რას ამბობ კაცო? რას ამბობენ? რას ამობენო? რაიო და ერთი იძახთა თურმეო გადავსულიყავით მექსიკით ამაზონის ჯუნგლებში რა ჭირდა საკვი გვინდოდაო ამგერის აპირის დიდა და რობატირებეო ამგერისა ეჭირი გავიგე და მეორე სიტყვა რა თქვი რა ჭირი სნაკვი რა ჭირი და სნაკვი ეგენა იქნება მაგათი ეგენა იქნება მაგათი ხო მეც არ ვიფიქრე აი ისა შუბი რო ეჭირა საიდან მეცნობა ცოტა ხო გავდა გოგიასო აბას შენ ამახაწლებში არ მინახადა და სხვა რაპირებდი იქა მე მგონი არ ჩადეცა გარმონი ქონდა დაწრულებული ვითომ შუბია რა იქ მიაგდე შენი გოგია მიდი მიცხე გოგო მიდი გადავიდეთ თორე გაიგეს ხალხს გაუბაზდა და ვეღარ გადაიპარებია სოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანის სტატუსს 116 წლის ბრაზილიელი ქალბატონი მიიღებს იმიტომ რომ 117 წლის პირველ ადგილოსანი გარდაიცვალაო ნაი მე ნეტა რა მოვიდა იმ საწყალს რამდენი წლის არისო დიდი 117 სოფლიოში პირველი გარდაიცვალა ოღონდ კაცო ისა მადიმა დიმა ეგაცა ხაია იმიტომ აქ არ აკეთებენ მაგ გამოკითხვას არ უნდათ რომ ქართველები წინა ადგილებში გაიგიჩენა აბარა ნუ ეხლა ასე რომ ამოკეცილი აქ მაგრამ კარგა გამოიყურება მიეცი კი რა ეხლა ამას 50-ს მისცემენ ვიო აი მე სამაგრებს საერთოდ იმიტომ გითხარი ხომ მოგიტანე პატარა დოლი ხო დავიწყე ეგეწყო მაგაბუგი აი საწალი ესე იგი რითმა ყუდაო ეგა ხო რითმა ყუდაო მოკოდა ის 17 და რითი მოკუდაო რითი არ ეწერა რა რითი მოკუდაო გომბორზე ჩაუცხრიათ დივაში რითი უნდა მოვკარიყო 17 წლის კაცია რა გამაგებინეთ თქვენა ისა გასო ვის ჩაუცხრილია რეებს ამბობ გასო ჰედრიონელებსა ვის ჩაუცხრილია და იმასა კიდე დავისით მოკდა 17-მდე მიღწევა აგიდა მოდი ადექი რა შენა და დააყარე კარტოფილი იფტაფაძე რა ხო ხედავ გადაიღალე უკვე ვიდეო ჩვენა კიდევა იგე ჯურა მოდენა ადგილი მიაჩა კიდე ჩვენა კიდეო ესე იგი აი ხო დაждდება სხვადასხვა ტელევიზიაში ვიტმენაშენა აბარა და რამბერით ხელი ვახსოვს რო იგედელარებში გადიო რასა კარტოფილი მეო ცოტა არ მინდაო გაიგე ცოტა მინდა ბევრი არაო გაიგე და ნახევარი ტომარა აქ თავისთვის შამწვარი აი ტაფა და მოუარო დააყრის ორი კაცი ვამორდა აი წაუყურე ახლა ჩიტოვიც ახალი თემა განვიხილოთ ესა ბოლომდე რა რა სიტყვში რა გინდა რო თქვა ზამია რაც ახლა მაგაზე 17 წლის კაცეულა როგორ თუ ხალია თუ კაცი ის ვერ გევიგე მაგრამ მაგას ვერც პრინციპში ერთ ვერ ვიგეიგე რა ნიშო 17-ისა თუ ხარი რა განუშენობა ხალია თუ კაცია თუ ჩემი ძმა ხარ ეთი მიდი კაცი რაც მაგას პენსი ექნება აღებული იმდენი წლის არის ხო იმის ნახევარი მამცაზებიან მეტა მაგრამ 116 წელი რა ფერ უნდა იცოს ხო ადამიანი მაგი ვერ გევიგე ვერანაირად ია ეტყობა ხშირადაც მიიღო სიცოცხლე უნებოდნენ თორე რა სურათზე როგორ ყოფილად გამოიყურება ეგ შობელდაღი რა ეტა დამადებით გადაიხადა მაგანი მაგას რა ვაგამოვაბარებდა ზამია კაჩე არ გადაუხდია ხმაური იქნება თან ვიქნები ხელ გაბრიელ ზედმეტად არ შევახსენებ თავსავ ისენ ეტა ბრაზილიაში ციციან დიდი სუპრები გაშლა როგორ საინტერესოა ეთი მარტო ჩვენ ავართ ეგრე რომ სულ ქეიფობ და უგრიალებთ აი ბრაზილიაში ვერ გეტყვი აღაზამე პურვარილიანი ხალხი რამდენადა მაგი არის აი
ნეიმარს მე არ დაუპატიჟები ვარ სუფრაზე არასოდესა და ეგენი კიდე პელეს შესანდობარს არ ამბობენ აი მოგიცამენია სადმე არც ის გამიგია აი ხსონა იყო ჩვენი პელესიო მაგი ძვლები შევატოკოთო არა ვერა მარილი ვერა არც არგენტინელები მით ბურმარილიანი ხალხი არა სად მესი რო გაშლის ბიჭო თრაბეთ გასწრაფო აი ჩვენარი ხალხი მაინც ცოტა ხალხო აი ცოტა კი არა სულ არ არის მე თუ მკითხავ კაცო ჩვენ რო ტრადიციები გვაქვს და ჩვენ რო სტუმრა მასიზლობა ვიცით ეგეთი ვინ იცის ჩიტოვიჩი გაჩერდი ზამი არ თქვა აღარ გააგზელო რა ბარაკი ვინ შეგვედრა ბიჭო ჩვენ თან რა ორი ვიცით ყველაფერი დღესასწაული სასმისი ზოგჯერ ოჯახი ძნელია ქართველობა ძნელი ხო ეგრეა ბიჭებო რა სიტყვი თქვენა და თუ ეგრეა ერთი თქვენეული სიმღერა რომ მოიწყოთ აი ამ თემაზე და ჩვენი სიტყვებით არ ვიმღეროთ ხო შეიძლება და მაიტა ერთი სამეცხედ და ერთი აი როგორი რთულია და ძნელია ქართველობა იმას ახსნით თქვენი ჰიმნით მოიცავთ ჰიმნი რომ და ასკვი არ ვიცი ეხლა გაიგებ შენ აბა ჰე